დაწმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დააგვიწყო, ღმერთმა გაგეხარდა და პირველ რიგში ყველასა და დიდი მადლობა გადაგეხარდა ყველა სიძველეზე მოსვლისთვის ამ სიცივეში, წვიმაში, რომ მოხვედით ისახურებას და ღვთისმშობლის მოსასმენად, ღმერთმა გაგეხარდა და ღმერთმა დააგვიწყო ის კურთხევა, წყალობა და მადლი და სიკეთე არც უთეთებას ღმერთმა არ მოგაქვს. მე ვამაყობ თქვენი საოცარებლები ხართ, მართლა ძალიან არის სამაგალითოები ხართ, თქვენი ცხოვრების წესი, თქვენი ამ ურთიერთობით იმით რომ რაღაცა ღმერთთან ყოველთვის მოდიხართ ისახურებას ესწრები და არ ვიცი აი თქვენ რო გიყურებთ ხოლმე ძალიან ბევრი სიტის მომაქვს ხოლმე სიტის თქვენსა კიდევ უფრო მეტად მინდა რომ კიდევ უფრო მეტ სიმაღლეს მივაღწევ ქრისტიანში კიდევ უფრო დავწინაურდეთ ღმერთთან კიდევ უფრო მეტად გავსუფთავე რომ თქვენ კიდევ უფრო მეტად მოგესახურებთ იმიტომ რომ თქვენი მსახურება ძალიან რთულია თქვენ არ ადამიანებს უნდა ემსახურებოდეთ ძალიან წილად პატიოსანად სულთან მსახურებთ ქრისტიანში და ღმერთმა შეგვაძლევი რომ ეს ჩვენ სასრულო პირებს და არ ვიცი აი სამაყო ადამიანები ხართ მართლა სამაყო ადამიანები ხართ ავტომობილის მარკი დამოყოლებული ეს ბრძოლა იმპრესიით და მაშინაც კი არასწორი ღვთისმსახურებას ესწრებოდით იდექით ამ წირვაზე ამ სიცივეში ყინვაში დღესაც ამ ყინვაში სიცივეში მოხვედა პროექტში ვალობით და ჩემი გადაგება დავიწყო და ჩვენ საოცარი ბიჭებს მადლობა გადავხადო ჩვენ გალობებს არ ვიცი აი მართლაც ამ ხაზარშიც ამ ბიჭების გალობით ახლა ისეთ საგალობელი შეასრულა ბიჭებმა რომ არის აი გული და სული თქება მათ საგალობელით რაღაცა შეგრძნება რომ მინდა ღმერთთანაც ეს საგალობელი ღმერთს უახლოვდება და დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიაში ღმერთი როგორი დიდება ამას უდიდეს მნიშვნელობა აქვს როგორ ემსახურები ღმერთს შენთვის არ დამოკიდებულება ღმერთთან მსახურება როგორ ლოცულობ როგორ ევედრები ღმერთს როგორ ამზადებს საკუთარ თავს როგორ შრომობს საკუთარ თავს თავთან რომ რაღაცა ღმერთს ყველაზე საჭირო ყველაზე წმინდა და ყველაზე სამყარო მიართო ამაზე თურქასი არაფერი შენ ზრუნავ ამას რომ ღმერთს უნდა მიართო საგალობელი ღმერთს უნდა მიართო ლოცვა ღმერთს უნდა მიართო შენი ცხოვრება ღმერთთან უნდა იყო პირნათელი და წმინდა და ეს ჩვენი ბიჭები ამას აუცილებლად ასრულებენ და მაი არ ვიცი აი ძვებო ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის არ ვიცი მართლაც სამაყო ადამიანები ხართ და მართლა დაგლოცოთ და მოდით თქვენი ოჯახები დაუწყოთ და ჩვენი ხანა დაუწყოთ და ღმერთმა ყველა ქართულს თქვენთვის მიაბაძინოს აი თქვენარი სულთები წმინდები და გულიანები ყოფილით მე და როგორც თქვენ გიყვართ სამშობლო აი ღმერთმა ისე შეიაყაროს ყველა სამშობლო და ღმერთმა სიკეთე მადლი და წყალობა მოყოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ადამიანს როგორ უყვარს თავის სამშობლო როგორ ემსახურება თავის ქვეყანას მისთვის რა არის სამშობლო მისთვის რა არის ქვეყანა მისთვის რა არის ღმერთთან ურთიერთობა დღეს ადამიანები ძალიან გაუწყობლები არიან ღვთისაკენ ძალიან გაუწყობლები არიან ადამიანი ხოლმე ამ ქვეყნებზე და ამ ქვეყნებზე ფიქრობს დღევანდელი სახარებაში ცოტა ამ თემაზე იყო საუბარი დღევანდელ სახარებაში ჩვენ მოდიაკონა წაიკითხა და წარმოიდგინეთ აი რას ამბობს დღევანდელი სახარება მაცხოვარი იგავს ყვება ერთი მდიდარი კაცი იყო ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრე ამ თემაზე და ძალიან დიდი მოსავალი მოუვიდა უზარმაზარი მოსავალი მოუვიდა და კითხვა დაუსვა საკუთარ თავს ვიღაცას ელაპარაკება ვიღაცას ეკითხება რომ რა უნდა ვქო ყველაფერს ამოსავალს მოდი ავდგებიო და შევინახავ ამოსავალს ძველ ბეღლებს დავაკრებ ახლას ვაბაშენებ ამ ახალში შევიტან ამ ყველაფერს ჭამს სვამ და გავიხარებ და სად გავიხარებ ისე ვიქნებიო იმას კი არ ვფიქროსო ვიღაცას გაუნაწილოს ეს თავის ეს სიმდიდრე ეს ყველაფერი არა მე თვითონ ჭამს სვამ და გავიხარებ წარმოიდგინეთ იონა გრუპილი გამარტო სამსახარებას ეს რამის რო ვის უსვამს კითხვას ეს ადამიანი ეშმაკს ეკითხება საკუთარ სულში დაბუდებულ ეშმაკს ელაპარაკება საკუთარ სულში დაბუდებულ ვერცხლის მოყარებას ესაუბრება საკუთარ სულშიო ამ ქონების მოყარებას ეშმაკს ესაუბრება და მას ელაპარაკება მას უსვამს კითხვას რა უნდა გავაკეთო ისიც მას უსვამს მოდი დაარღვე ძველი მեղლები ახალი აშენე და იხარე შენავი და შეერიგე აფეთქებელი ცხოვრება და ეს ყველაფერი გამიხდება ვიარყოფილი გამარტოს ამას თუ რომ გამო დაწვა ამაზე ფიქრობს ახლა ეს რომ მოვიდა მოსავალი გამო წევს ლოგიში და ფიქრობს ახლა ამაზე რა უნდა გავუკეთოს ამოსავალს როგორ უნდა გაათბეს როგორ უნდა მე დრო გაატაროს როგორ უნდა შეერგოს ეს ყველაფერი და უცებულის ანგელოზი ეცხადება და ეუბნება ეგეც იტყვებს დღეს ვერ მიიღებებო შესულსო კი არ მივიღებო შესულსო დღეს რომ მიიღებებო შესულსო ანუ ვისაც შენ ესაუბრები ისინი ჩაიბარებენ შესულს ისინი წაიღებენ შესულს წაიყვანენ თავისკენ ანუ ჯოჯოხეთში წაიღებენ შესულს და ვის დარჩება ეს ყველაფერი შენ ხვალინდელი დღეც კი არ გაგიცემდებო ანუ ღამისაც კი ვერ გაატენებ ამ ფიქრის შემდეგ კარგი შენ საერთოდ ვერ გაგიცემდებო ხვალინდელი დღეო და შესულსო მიიღებენ და ჩაიბარებენ წარმოიდგინეთ აი რას ეუბნება ანგელოზი და დღეს ხედავ ჩვენ ეს სცენი როგორ დაარიათ ეს ქვეყანას ერთ წამში შეიძლება ამ ქვეყანაზე აღარ იყო ხვალ შეიძლება შენ ამ ქვეყანაზე ვეღარ იცხოვრო
შეიძლება აი ხვალ ვერ გაიხვიძო, შეიძლება ეს უხილავისენი უცებ შეიძლება შეგეყაროს და შეიძლება დაგემართოს, იცით აი რამდენი ადამიანი მიყვება გუშინ ესაუბრებოდი ადამიანებმა გახიზდეს მშობლები, დამყარეს, ყველაფერს გამოაშორეს და მაინც დაემართათ. არავინ არ შეხებია ისე დაემართათ. არავის არ შეხებია ისე დაემართათ, ცელი წარმოედგინეთ. არავის საერთოდ აი არც მისულა შვილი არ აკითხავდა, გარეთუდებდნენ საჭმელს, პირდავდნენ ყველაფერს და მაინც დაემართათ ესე. მაინც დამძიმდნენ. მაინც ისი არის წარმოედგინეთ. თუ არ დაფიქრდები იმაზე, რომ ღმერთის გარდა ვინ დაგიცავს, ღმერთის გარდა ვინ დაგიფარავს, ვინ გადაგარჩენს ღმერთის გარდა, არ უნდა ვფიქრობდე იმაზე, რომ ხო ხედავ, რომ შეიძლება ხვალ ამ ქვეყანაზე აღარ იყო და ვინ წაიღებს მერე შენს სულს, ვინ ჩაიბარებს მერე შენს სულს, ვინ მიხედავს მერე შენს სულს, შენ ხო სულზე არ გიზრუნია, შენ ხო არ გიმარხულია, შენ ხო არ გიმოცია, შენ ხო ეკლესიურად არ ცხოვრობ, შენ ხო ღმერთს არ აძებს შენში, შენი ღმერთი ხო ეს ქვეყანა არის. შენი ღმერთი ხო ამბატური ცხოვრება, შენი ღმერთი ხო ნარკოტიკია, შენი ღმერთი ხო აზარტული თამაშებია, შენი ღმერთი ხო ცილის წამება, შენი ღმერთი ხო წყვილია, შენი ღმერთი ნურუშობა, შენი ღმერთი გამკითხვა, შენი ღმერთი უსიყვარულობა, შენი ღმერთი უგულობა, ადამიანის გაუტანობა, ესაა შენი ღმერთი, შენ ამ ღმერთს ემსახურებ და ესეთი ღმერთს ემსახურებ, ეს არის შენი ღმერთი. ეშმაკი, რომელსაც შენ საკუთარი სული მიყიდე და მე როგორ უნდა გადარჩენ ღმერთთან რო წარდგებიო სახარებაში ეწერათ გამადა სახარებაში არაფერი არ აკაქვსო ადამიანმა სული ღმერთით უნდა გაივსო შენი სული ღვთით უნდა გაივსოს შენ ღვთის მსახური უნდა იყოს შენ ღმერთს უნდა ემსახურებოდი ღმერთის მსახური უნდა იყოს სვანაირად წარმოუდგენელი ადამიანის ცხოვრება და გადარჩენა წარმოუდგენელია დაუჯერებელია ესეთი რომ ადამიანი გადარჩენა უცებ შეიძლება ხვალ ამ ქვეყანაზე აღარ იყო ხვალ რო წარდგები და შენი სული ასეული ერთმანეთს რო დაშორდება რას ეთქვი მე ღმერთს რითი შევდები ვინ შენ ამ ქვეყანაზე დააკვდა ვინ შენ ამ ქვეყანაზე მოგავდა იმას რაღაც ეთქვი როგორ დაალაპარაკები მას შენ ხო ამ ქვეყნისთვის ცხოვრობდი შენ ხო ცოდვებზე უარს არ ამბობ შენ ხო ცოდვების მონა იყავი შენ ხო მას იყავი დამონებული და მე როგორ დაალაპარაკო ღმერთს შენ შემოწმეს რომელსაც ყველაფერი გაჩვენა რომელსაც ქვეყანა მოცა იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე სიხარული მიგეღო მაგრამ ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ყავდა ვარადგური ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ ესეთი უსიყვარულობა მე არ მინახავს აი საოცარი უსიყვარულობა საოცარი გაუტანობა ადამიანს აი მე ენდობი წარმოიდგინე ადამიანები გელაპარაკებენ და ფიში გატყუები თელი მზაყრებავს გონებაში დაგიგვილი მზაყრებინა ეშმაკია თელი ქსელები აქვს დაგიგვილი აქვს რომ რაღაცა გათქმელი ისეთ მეროს გამოიყენოს არამედ როგორ ცხოვრობ ესა ვერ გაიგებ ზოგჯერ რომ უყურებ ხოლმე ამ ყველაფერს აი გუში ფიქრობდი თელი ხარ ფიქრობდი რამოდენიმე ეს ხალხი როგორ ცხოვრობს საერთოდ როგორ ზიგნად როგორ ჭამე როგორ სვამე როგორ დააკვირდებული მიაღწია კაი ამ თანამდებობას ხვალ შეიძლება არ დაგითმდეს ერთი საკითხს კითხულობდი აი სიათრული ამბობდა ერთ-ერთი კაცი იყო რომელიც თანამდებობის გამო ყველაფერი გააკეთა ამ თანამდებობის რომ ერთია ფეხი დაუდო ვიღაცას ვიღაცა მოაკვლებინა ისე რომ ამ ეს თანამდებობა მიიღო და ყველაფერი გააკეთა ამიტომ მიაღწია კიდევაც დაინიშნა ამ თანამდებობაზე ვინმე იწვა ამისთვის რომ იქ ცილი დაწამა ვიღაცას იქ რაღაცა გაუკეთა იქ რაღაცა და მიაღწია ამ თანამდებობას და დანიშნო თანამდებობაზე და რომ გამოვიდაო სახლიდან და რომ მიდიოდა სამსახურში გზაში ავარია მოვიდა ერთი წელი მე კომაში იყო და ესე გარდაიცვალა ერთი წელიც კი მისი სული ღმერთმა არ მიიღო და არ მიიმარა კომაში ერთი წელი იყო კომაში და მე მიიმარა ღმერთმა მე მიიმარა შეშმაკმა მიიღეს მე მისი სული წარმოიდგინე რამდენიმე გააკეთა ვერც მოიხმარის თანამდებობა ვერც შევიდა ვერც დაჭდა იმ სკამზე წარმოიდგინე ვერც დაჭდა ვერ მოიხმარეს ყველაფერი და ამისთვის ღირს ეს ცხოვრება უბრალოდ ახლა გუშინ რაღაცა მოხდა და მინდა გავუხმარო მაინც ამ თემას არ ვაპირებდი ამას საუბარს მინდა მაინც შევეხო გუშინ იმიტომ რომ ძალიან ბევრი მირეკავდა მწერი და მამა უნერგულო არინერგულო რაღაცები და რა სამ და მამა ჩვენ არ ბიჯერა და ისი ბიჯერა და რაში გვაქვს თავის სამართლებელი ეს არის სამდელო შესამოსები გუში გადაცემა სამდელო შესამოსები რა სპორტულები რო ჩავატარებთ წვირწირვას რო ჩავატარებთ ეს სამდელო შესამოსები და სამდელო შესამოსელს თავის ფერები აქვს დღესასწაულის თავის ფერები აქვს დღესასწაულია და წირვის არის ეს ღმერთის შესამოსელია და ესეთია დიახაც გამშვენებულია
მოქარგულია, ესე იყო საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები ესე იყო. ესე მსახურობდნენ ქრისტიანები ყოველთვის, რომ ეს ღვთისმსახურებისა წარმოადგენდა როგორი გამეცი წარმოადგენდა ხა. აი გუში როგორებდი ამ პატარა ბიჭს ახლა ვიცი თერმოაიბო ჩემო რა თან დამერეკა ტელეფონს ავიღე პაპა ტელეფონს და მეუბნები ითქოს არა მამო რა სამბო ითქოს როგორ ჩამოგერთუდო ახლა ადამიანი ვარ და ტელეფონის საუბარს მეთქი არ გამოიხერება ამას არ და გამოიხერა მე თვითონ მისვასო მამო ეს ადამიანები ვიც ეკლესიას განძღავენ და აგინებენ ამას როგორი ხალხია ავატყოფები არიან 90 წლები ვინ არის ეკლესიას უკაცი გაანძღავ ჩამთილი როგორ შეიძლება აი ჩამთილი გონებს როგორ შეიძლება ეკო ეკლესიას ოლანძღავ ღმერთს ოლანძღავ წინვას ლანძღავ თვისახურებას ლანძღავ როგორ შეიძლება ჩამთილი აზროვნება და ფსიქიკა გონდეს ადამიანის ავატყოფები არიან მეთქი 90% ვინც ამაზე საუბრობს მეთქი 90% ავატყოფია 10% მეთქი არის ბოლოტები ვიღაცა ავატყოფია ესეთი ბოლოტები არის 10% არის განზრახულად ვიღაცა წამოეგება და ისე 10% არის პირდაპირ ბოლოტები და ესეთი განზრახვა წარმოიდგინე ამ ადამიანებს და გუშინ ამაზე ვფიქრობ თან ესე რომ გინდა გავზა რამოიც ეკლესიაზე ცუდი რაღაცებს ამბობენ და აი მე მინდა გადაცემა გავაკეთო ეკლესია დავიცვით და ესე რომ გელაპარაკება წარმოიდგინე ადამიანი აი პატარა ბიჭი წარმოიდგინე ესე იწევს ცხოვრებს რომ სხვანაირად გადაცემას ვერ გაგიდიან და ვერ ეკნება დიდინა და მე თვითონ რა თავი დაიკვირდა პროცესეთი აი სამართლის აქციები როგორ შეიძლება თან წარმოიდგინე პოდიუმს ადარებს წარმოიდგინე ღვთისმსახურებას უთუ ღმერთის საერთო გეშინი თავად გადაცემაში თვითონ ვისაუბრე საკუთარი თავზე წარმოიდგინე იმიტომ რომ კომუნისტების გადაღებული ფილმები არქეს. დიახაც კომუნისტები ესე იქცეოდნენ. ესე ანძღავდნენ ეკლესიას, ბრძოლებს ეკლესიას, რომ ადამიანებს ეკლესიაში იძულებოდათ. და რას მიაღწიეს სამი კომუნისტებმა? ქართული კაცი ავიდა ამ პროპაგანდით არსენი ქადაგებებით, მაშინაც ესე იყო. ნახეთ თქვენ ძველი გაზეთები და ჟურნალები კომუნისტების დაწერილი. ბდელი ერთით, ბდელი მსუქანი რაღაც ესეთი ჯვარი თავს უყავს ადამიანს და რაღაცები კი არსებობდნენ, ცუდებები და დღესაც არსებობენ ბდლები, რომელსაც ღმერთის არ წავთ. და საშუალოზე არიან მართლა ეკლესიაში მოსულები, ამას არავინ არ უარყოფს. აგერ მაგალითი ყავს, აგერ პატრიარქს თავისი გაზრდილი დაუპირისპირდა. და გვაგინებს ესე არიან სასულიეროები, ძალიან ბევრია მსგავს სასულიერო, რომელიც შემოგზავნილია, რომელიც მართლა არის ეკლესიის მხრად გაჩენილი, რომელსაც ნათლობა შემოსავლის წყაროა, რომელსაც ბრძოლა შემოსავლის წყარო ადამიანს გულსხობს, ნათლიას, მეჯვარეს, აყაჩაღებს შემოხავს, არიან ესეთი ადამიანები. ნამდვილად არსებობენ ეკლესიაში. ეგეთი ადამიანები, ვისაც არ აინტერესებდა არაფერი. ბრევს შემოწირულობაზე ელაპარაკებია და შემოწირეს ელაპარაკებია. ბრევს აბამერითი უჩინო, დავი და ღმერთს არ ენდობია. სამწუხაროდ არის ეგეთი რაღაცები. მაგრამ როგორ შეიძლება ესე ყველაფერზე ესე ისაუბრო? ეს ხო მტრობა ეკლესიის, ეს ხო ქვეყნის მტრობა. ხალხაზე გამადამიან, ჩვენ წარმოიდგინეთ, ერთი დღე სახლში არ დამიждავთ. ხალხი რომ ოფისებში თემაში გამოკეტილები არიან მარტო, ჩვენს ხალხთან შეხებაში ვართ. მე რომ მქონდა კორონიანთან შეხება 2 საათი ვისაუბრე გადავედი სიტუაციაში რომ ვიღაცა არ გადავედო ესე მაგრამ საკუთარ ოჯახის წევრებთან მიყავ ჩემი შვილები და მეუღლე და ჩემი შვილები ვერ დავიდო სხვათა წასული არ ხონდა და ჩემი ოჯახის წევრებთან მიყავ ანუ შვილები კორონა მქონდა სხვას გავხსნი მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებთან მიყავ ჩემს მეუღლე ჩემს შვილებთან წარმოიდგინე ეს მსახური მე რომ დამიტებდა რომ არ მქონდა და ვაკუპით ამოვიდა მე რომ გამოვიდი მსახურებაზე მოთაი ამ ხალხისას ვერ გაიგებ წარმოიდგინეთ ანუ ვინ არიან რა ხალხია სადაურები არიან სად დაიბადნენ უბრალოდ ადამიანები ესეთი უგულობა ესეთი სიყვარულობა აი მე წარმოიდგენე ადამიანს საიდან უნდა კონდეს და მე წარმოიდგენე ჩვენ ყველას გვახსოვს კომუნისტების შედეგი მე რო ავიდნენ და ხატები რო გადმოხარეს გახსოვთ როგორი ბრძოლა იყო ხატების წინააღმდეგ ზიარების წინააღმდეგ ყველაფერს ებრძოდნენ ყველა სიწმინდეს ზიარებას ებრძოდნენ წარმოიდგინე ხალხო არის ზიარო ხალხს ეუბნებოდა ხატებს არ ემთხვიოთ თუ დაავადებითო წარმოიდგინეთ რომ იმ ხელა ბრძოლა ის წინააღმდეგ ისეთი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ისე ვეგეტარი და იზისხება ეშმაკს ეს ადამიანები და ეკლესია წარმოიდგინეთ ეს ადამიანები არიან საწოდაებთ რომ ეს დიდი ხნის უკან არ იყო 70-80 წლის წინ მოხდა ეს კომუნისტურისა და იმის შედეგი ნახეთ ჩვენ ის კაცი ვინც ავიდა და ჯვარი ჩამოვაგდო ეკლესიიდან აზიდან ხატი რო გაიგრა რომ გაძარცვა ეს ხატები და რომ გააფუჭა და გაანადგურა და ფეხით რო შედგა ხატებს და რომ ლანძღავდა ეს ეკლესიას ულანძღავდა ეს ასწორებს რა მოვიდა მათში შთამომავლობას რა მოვიდა წარმოიდგინეთ ხატს უტყვია ესოლა მე წარმოიდგინე ზუსტად ის თვალი მისი თემის შთამომავალობაში ის თვალი ყველაზე გარკვეული ქონდა სამი თვალით იბადებოდნენ ეს ადამიანები აგერ ჩვენ სოფელში იყო ჩვენ მეზობელ სოფელში ტაძარი რო გაიხსნა
ერთი კომუნისტი იყო, რომელიც მე ადრე მოგიხევით ეგ ისტორია, რომელიც უანცხავდა ეკლესიას, ხრეთდა მღვდლებს, ხრეთდა თავადებს, ადამიანებს, კლავდა ადამიანებს, ვინც ქრისტესკენ იყო, წარმოიდგინეთ, ხოცავდა ადამიანებს და სულ იძახდა, რა უნდა მეთქვა თქვენ მაღმერთმაო, წითელ პარასკევს საკვავს კლავდა, ხნავდა წითელ პარასკევს თესავდა აღდგომას და სულ ესეთი ცეოდა, აბა სად არისო, თქვენი ღმერთიო, თუ რამეს მიზნავსო. 50 წელი გავიდა ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, რო გარდაიცვალა მე 50 წლის გარდაცვლილი იყო. იმ სოფელში ტაძარი აღდგა, რომელიც ამ კაცმა დაანგრია. და ეს ტაძარი აღადგინეს ეს ტაძარი. და მე მომიტომეს რომ ტაძრის ირგვლივ გაისუფთავებინათ ეს საფლავები მიცვალებულები გადაისვენ ტაძარზე შემოსამრავლო ყოფილიყო და ნებართვა აიღეს მოსახლეობას და ყველა მოსახლე დაატახდა, იმიტომ რომ თელსოფოს ჰქონდა ტაძრის დამირებაში მონაწილეობა მიღებული. და ამიტომ ახლა გადაასვენეს თამაკი მიცვალებულები გვერდზე გადაასვენეს. და ზუსტად სადაც გზა უნდა შემოსულიყო, ამ ადგილზე იყო ამ ადამიანის წედაკიც. ზუსტად მაგ ადგილს წარმოგიდგენთ, საიდანაც ტაძრის კარიბჭეში იყო და გაგრძავა შემოსასვლელში. და გაიხსნა ამ ადამიანის სხეული 50 წლის შემდეგ წარმოიდგინეთ. და სხეული არ იყო გახსნილი. სხეული იყო თავის ნახევში დაიმაში ამოვიქრო წარმოიდგინეთ. თავის იმაში იყო რა ფსუჩი და იმაში გახური, ანუ იყო გამსხდარი კუბოში წარმოიდგინეთ. 50 წლის გარდაცვალებული ადამიანი გამსხდარი იყო თავის იმაში და აზერი იყო თავის ხელში იყო აზერი. აი ეს გადაღებული ეს თემა სოფელმა ნახა. ეს ყველა არის 10 წლის უკანდელი და 100 წლის და 200 წლის უკანდელი ამბავი. მაგერ ახლა მოზგეთებს. და თელელი სოფელში ყარდა, ვერ ამოიღეს მიცვალებული, წარმოიდგინეთ, ვერ ამოიღეს. და მე ლაპატკიდან მიჩაყარეს რაღაცეობაში და ესე გადაასაფლავს. თელმა სოფელმა და 50 წლის შემდეგ ღმერთმა ანახა ეს ამბავი ხალხს და დაანახა, წარმოიდგინეთ. ძალიან სამხილოა. რამდენი ამბავი იცით ყველა, მაგრამ ჩვენ ხო ყველაზე მეტი ქართული დაიღუპა დიდ სამამულო ომში. იმიტომ რომ ჩვენი ხელი, ჩვენი გაზრები ვანგრიათ. ყველა წარმოიდგინეთ, ვინც მონაწილეობა მიიღო ტაძრისხევაში, ვერც ერთი ვერ გადარჩა. ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩა. ამას დღესაც ვიმკით ამას. იმ ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები. ძალიან ძიმე მდგომარეობაში. მე ამბობ რა გვემართება ესე სულ ახალგაზრდები გვდებიან, არ დავრჩა არავინ, კაცი არ დარჩა ჩვენში. გამოიკვლიე, კარგად და მიხვდები რომ შენ წინაპრება რა გააკეთეს. როგორ ესე ლანძღავდა, როგორც ახლა მიჩმა გააკეთა გადაცემა და როგორც ეს გვარამები ეს ინაკეთება გადაცემას. ესე რო აკეთებ, როგორ შეიძლება ამათმა გვარმოდება გაიხაროს. როგორ შეიძლება კი ამ წევრით ამას საკუთარ თავს თვითონ იწევრია რამსაქციელები. ესე დაიწყება სამედარი კომუნისტები საკუთარი თავი. ეს ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხილაცილიც არ ამომიღია ხმა. წარმოიდგინე, გამოდიან ეს გადაცემაში ამ თავში პეცდაზეს და გრუს აგენტები არიან, ქუჩებზე დღეს რუსეთის აგენტები და ქვეყნის მოღალატედ გასახელები წარმოიდგინე. ქვეყნის ტრის აგენტად გასახელები. ადამიანს თავს არ ახალხამის ელაპარაკოს, რომ აგენტი ხარ რომელიღაცა ქვეყნის. წარმოიდგინეთ, დავრანელი ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომ ადამიანს თუ არ აგენტკიცებს, ამის გამო გაისაჯოს. აი, რასაც უნდა იმას შენ და გაბალავს და მე შენ თავის მართლებს ეძებშნებო, რატო უნდა იმართო თავი? აი, დამოკიდებულება ალბათ ამას რატო გიყვებით ახლა ყველაფერს? არ შეიძლება ადამიანი რამეს გვარს გადასცემ. როდის მიიღებს შენ სულს, როდის ჩაიბარებს ან ღმერთი ჩაიბარებს შენ სულს, ან ეშმაკი მიიღებს შენ სულს. როდის გახვალ ამ ქვეყანას არავინ არ იცის. არავინ არ იცის. ესე ძალიან მძიმე და ძალიან რთულია. არ შეიძლება ესე ცხოვრება. არაფერ არ შეიძლება ესე ცხოვრება. ეს ადამიანები საწმაროში რამდენი ადამიანი წარმოადგენს, ხომ ვიღაცა გაგინებს იმ ინტერნეტში, ვიღაცა მე ლანძღავს. ამ ბავშვზე ხო ეს მე ცუდ არის ამ ადამიანებს მე. და მის მიზეზი ხარ შენ წარმოიდგინე. და ამ ადამიანებს ეს არ აინტერესებს. მართლა შეეყოდოთ ყველას, მართლა აპათიოს ყველას, მართლა ყველა გოსპება, ყველანი ჩვენი შვილები არიან, ღმერთის შვილები არიან, აპათიის შვილები არიან. ჩვენ აქ არ აქვს სამყარო, არაფერი ერთმანეთი. პირიქით ერთმანეთს გვიყვარდეს, ერთმანეთს მათთვის უნდა ვცემდეთ, ერთმანეთს სიყვარულს უნდა ვიყოთ. ესე არ შეიძლება ეს ცხოვრება. და მართლა დაგლოცოთ, მართლა გაგახაროთ ის კურთხევა, წყალობა, მადლის სიკეთე მართლა არ უგავთ, მართლა დაიბარო და დაიცვა ჩვენ ქვეყანა. დიდი მადლობა ჩვენ ბიჭებს, ესეთი ყველი გალობისათვის, მართლა გაგახაროთ და მართლა დაგლოცოთ. ყველანი ხმერთვა დაალოცოთ, მეთქვა გაგახაროთ, ჩვენი სტიქაროსნები დაალოცოთ, მეთქვა ჩვენი მედავითნები, ჩვენი მოძღვრები, რომლებიც თქვენთვის თითქმის მსახურობენ და ყოველ ტაძარში ნებისმიერ დროს მოხდეთ, ყოველ მოძღვარია ტაძარში, რომ თქვენი ყველა გაჭრება მოისმინოს, ყველა თქვენ გაჭრების დროს თქვენ გვერდით ითხოვს და თქვენი ტკივილი და თქვენი სიხარული გაიზიაროს თქვენთან ერთად და
ღმერთმა დაუწოს ყველა მოწყალე, ღმერთმა ყველანი გაგვიწოს ღვთის კურთხევა, წყალობა, მადლი და სიკეთე ღმერთმა არ მოგაყოთ. ღმერთმა დაუწოს უცხოური ჭიქობი ჩვენი ქართველები, ჩვენი თანამემამულენი, ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ შრომობენ, ძალიან ბევრ წვალობენ ჩვენი ქვეყნისთვის და მათ არ აქვს საშუალება ამ ქვეყანაში ჩამოვიდნენ. ჩვენ ღვთისმადლით გვაქვს ამ ქვეყანაში ყოფნის საშუალება. ვიღაცას ამ ყოფნის საშუალება არ აქვს და ძალიან ბევრ წვალობს და შრომობს იმის, რომ აქ რაღაცა გამოაგზავნოს და ღმერთმა ისე დაალაგოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი, რომ დამშვიდეთ და წმაც ქვეყანა, რომ ამ ქვეყანიდან ადამიანს სხვა ქვეყანაში დასვლა არ დაჭირებოდეს. ღმერთმა დაუწოს და გადახაროთ.